წარმოიდგინო საკუთარი თავი, რომელიც არის ზუსტად ისეთი, როგორიც გინდა რომ იყო. აი შენი უკეთესი ვერსია. და როდესაც დაინახავ საკუთარ თავს, მითხარი როგორ გამოიყურებ. საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, როდესაც დაინახე, მითხარი თუ გძნობ რაიმეს სხეულში, რაც გიშლის, რომ აი იყო ესეთი გონებაში და ირათა მუხლები. წარმოიდგინე, რომ წახვედი შენ წარსულში და რა სიტუაციას დაინახა. კლასელები არიან, ჩემ კლასელებს გოგოებს ვხედავ რა და აი ხარ რომ ვფიქრობ, ხო? მათი ასე ვთქვათ, წუწუნიც არის რა, რომ წუწუნებენ, რომ აი ამდენია. შეაბიჯე საკუთარ თავში და მითხარი რის ნაკლებობას განიცდი. კაი ხასიათზები იყო. როდესაც კაი ხასიათზე ხარ, ეგ რას გაძლევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს შენთვის? სიხარულს მაძლევდა, მშვიდეს მაძლევს. წარმოიდგინე, რომ შედიხარ ამ აფთიაქში და იქ არის ძალიან ესეთი კარგი აფთიაქარი და ეუბნევი, რომ საკუთარი თავისთვის ხო მჭირდება სიმშვიდის ელექსირი, თქო და რა ფერი არის ეს ელექსირი, რომელსაც მოგცემს? ვარდისფერი, რაღაცა იასამნისფერი, აი ესეთი. ეხა უთხარი, რომ ამ ელექსირის სანაცვლოდ, თქო, გაძლევ, თქო, ყველაფერი იმას, თქო, რაც სკოლიდან გამომყვა, თქო, აი ეს წუწუნი, რომ აი ვერ შეძლებ, რაღაცა ძნელია, საკუთარი გადაწყვეტილებებიც და დასკვნებიც, ხვისიც, მოსმენილიც, გაგონილიც, აი ყველაფერი. რატომ მომყვებოდა ამდენი წელი? რატომ ნახე როგორ არის, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ერთმანეთზე მოქმედებთ არა სიტყვიერად მარტო, არამედ ენერგეტიკულადაც. ეს რაღაცები მე ენერგეტიკულ დონეზეც რჩება და გიშლის ხელს მიზნების მიღწევაში და წინსვლაში და სინამდვილეში ვერ იგებ, რატო ვერ აღწევ წარმატებას და რა გიშლის ხელს. ხო და აი წარმოიდგინე, რომ ყველაფერს გაიტანს ენერგეტიკულადაც, ფსიქოლოგიურადაც და აი ყველაფერს რომ გაიტანს სრულად, მე მითხარი. გადის ფეხებიდან და ყურებიდან, კი ბატონო. ეხლა გამოვართვი ელექსირი, გადაუხადე მადლობა, დაბრუნდი საკუთარ თავთან, დაალევინე ეს ელექსირი და შეხედე რა იცვლება, როდესაც დალევ. მონდომებული ვარ, შემიძლია. დაუძლეველი არაფერია. მაინტერესებს გარემო თუ შეიცვალა, აი წეღან შენი კლასელები წუწუნებდნენ, რომ რაღაც ბევრი რთულია და აი ეხლა თუ არის ეგ სიტუაცია და როგორ ზეგავლენას ახდენს შენზე ეგ ყველაფერი. არიან ისე ვიგდგანან, ჩემთვის სულ ერთი არ უსმენ, გვერდზე გავდივარ. წარმოიდგინე, რომ აი ამ მდგომარეობით ელვისის სწრაფით ამოყოფ თავს აქ და ახლა. შენთვის კომფორტულ დროში გაახილე თვალები და მითხარი როგორ გრძნობ თავს. ბრწყინვალეთ. ეხა იცი რაზე ვფიქრობ? ამდენი ხანი აზზე ხარ. ვერც კი ვაცნობიერებდი. ესე გვიშლის ხელს ქვეცნობიერში ჩამჯდარი დაფარული წარსულის გამოცდილებები, რომელიც აქ და ახლა მე ესე ტივტივდება და ვერ იგებ რატო ვერ აკეთებ რაღაცა ვერ აღწევ წარმატებებს. ხო. და რა აი ამდენ რამეში აზზე ხარ ამ ხელა მნიშვნელობა აქვს. კი ვიცი. ხო, აი ეს არის რა გითხრა რა, აი ესენი რა, წინაღობები, ბარიერები რა.